ბებოებს და ბაბუს და ვშტობდა და სტაციონარები წამოვიდა, მაგრამ ძლიერად ვით. ეხლა ვჯდები, მეორე თვითმფრინავში რომ ამერიკაში ჩავიდე. ძალიან აჯდრებული ვარ, ძალიან ერთწლიან პროცესში ჩავალ და ცოტა კი ვიყავი, ანუ გუშინ რამდენიმე დღეს ახლა ძალიან დეპრესიულად ვიყავი და ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა. ძალიან მარტივად გავიარე ყველაფერი, ორი კითხვა დამისვეს და მოკლედ მივდივარ. ჩამოვედი. ძალიან კარგი ამერიკაში ვარ ხო? ამერიკაში ჩასვლა თავიდანვე ძალიან უცნაური იყო. პირველი რაც შევამჩნია, გადასასვლელის კითხვა იყო. საბედნიეროდ მარტო არ მოვიწია ყოფნა და ჩემი ძველი კლასელის ოჯახი დამხდა, რომელმაც ძალიან თბილად და გადასარევად მიმიღეს. ჩემი პირველი ორი დღე ამერიკაში საუკეთესო იყო, შეიძლება ითქვას. Walmart-ში შევიარეს და ის ნივთები ვიყიდა, რაც უკვე პირველი ორი დღისთვის ვჭირდებოდა. ამაშიც ძალიან დამეხმარნენ და ძალიან დიდი მადლობა თიკონას და ეკას. და თავიდან, ანუ დროის ცვლილების გამო შეჩვევა ცოტა გამიჭერდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემი სხეულით მიეჩვია ასეთ დროის ფერებას. ძალიან საყვარლობა იტალიურ რესტორანშიც შევიარეთ და ერთად გემრიელად მივირთვით იტალიური კერძები. დღეს არის 18 აგვისტო და დღეს მოვიდივართ პრინსტონის უნივერსიტეტში. ერთწული მაქვს გამანელი დღე, როდის გავა. ჩემს ოთახელსაც ვხვდები გაბრიელას და რა ვიცი, დაამეხარია. ვაი, მე მგონი ეს არის ჩემი კოლეჯი, ვაიმე, ეს არის ჩემი კოლეჯი. This is Forbes. Oh my god, I can't. Do you want to be in the video? Okay. ეს არის თეა, ჩემი ძველი კლასელი, რომელთან დავში. Wait, we can't. No, we can go. Okay. რა უცნაურად არის საქსპისერი. ანუ წითელ ესეთ ხელს ანახებს, აი ესე. ანუ წვანი არ არის. რაღაც უნდა შევხო. Hi. Oh my god, I can't believe it. Actually, that happened. Oh my god, this is crazy. I'm so excited. You wait, smile. This is so cute. Okay. Oh my god. You got it? Yes, come in. Wait, it's so cute. Wait, this is really good. Oh my god, this is really good. Wait, the furniture is different from what it was in the video. It's really different. დავაცილე გაბრიელა და ახლა მოვიდივარ ოთახში, რომ ცოტა დავისვენო, დავალაპარაკო ჩემებს. პრინსტონის უნივერსიტეტს 7 საცხოვრებელი კოლეჯი აქვს, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ. ეს არის Forbes-ის კოლეჯი, სადაც 2 წლის განმავლობაში მე ვიცხოვრებ. ასეთი სიტუაცია გვაქვს, უნდა მივალაგოთ აქაურობა. და 20 წუთში მეწყება ტური კამპუსის და მაქამდე რაღაც ცირეს რასაც შევძლებ გავაკეთებ. მინდა რომ საწოლს გადავაკრა და ნახოთ რა იქნება. პრინსტონში საერთაშორისო მოსწავლეები 3 დღით ადრე ჩავედით, რომ სამზადისი ტრენინგები გაგვიარა სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს ვიზა იქნება, მენტალური ჯანმრთელობა, სწავლა თუ ასე შემდეგ და ამ 3 დღის განმავლობაში არა მარტო ტრენინგებს, არამედ ასეთ შეხვედრებს ვესწრებოდით, რომელიც საზოგადოების შექმნაში გვეხმარებოდა და უნივერსიტეტის დაწყების დროისთვის მეგობრებიც უკვე მყავდა. პირველი აქტივობა რაც გავაკეთებინეს, ეს უნივერსიტეტის ტური იყო. ეს შენობები ძალიან ცნობილი და ყველაზე პოპულარული ადგილებია უნივერსიტეტში. ასევე ეს არის ის ადგილი, სადაც ოპენჰაიმერის რამდენიმე კადრი გადაიღეს და ჩვენი გიდი ძალიან სიამაყით ამბობდა და გვიყვებოდა ამ ყველა ისტორიას და სხვადასხვა საინტერესო ამბებს. ეს კამპუსზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკაა Firestone Library, სადაც ბევრ სტუდენტს შეხვდებით. Okay. კამპუსის ტური გვქონდა ახლა 1 საათის წინ, კი არა 5 წუთის წინ 1 საათით და ახლა უნდა მოვიფიქრო როგორ ჩავალაგებ და როგორ დავალაგებ ჩემს ოთახს. საწოლს გადავაკარე და გადავაფარე. ახლა უნდა ამოვიღო პარკებს ნელა დავცვლი.
წელს პრინსტონში 1407 მოსწავლიდან 197 დაახლოებით საერთაშორისო მოსწავლე იყო, ქვეყნებიდან, ზიმბაბვედან დაწყებული, ავსტრალიიდან დამთავრებული და ძალიან მრავალფეროვნება იყო წლევანდელ საერთაშორისო ორიენტაციაზე, როგორც წინა საორიენტაციოებზეც, რაც ლიდერებისგან გავიგეთ. ერთ-ერთი ქართველიც შეხვდა სხვათა შორის. ეს საერთაშორისო საორიენტაციო ძალიან გასაოცარ საზოგადოებას კრავს, იმიტომ რომ მე უკვე მყავს მეგობრები თურქეთიდან, კამბოდიიდან და რა ვიცი კიდევ ბევრი ქვეყნიდან, რომელთანაც ძალიან ბევრ ისეთ რამაზე შემიძლია საუბარი, რასაც ამერიკელთან ვერ ვისაუბრებ. ეს ქვეყნის დატოვება, ოჯახის მონატრება თუ ასე შემდეგ და ამის საშუალება უკვე რომ გაქვს პირველივე დღიდან თუ მესამე მეოთხე დღიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახლა დავუთავრე დავაგება. ცოტა კიდე რაღაცები დამჭა, მაგრამ ძირითადად შევვალაგე და ძალიან დაგლერი ვარ. თან უნდა გავიდე რაღაც ვახშამია და მაგას უნდა დავესწრო. აქ უკვე ჯგუფებად გავნაწილდით, ლიდერებმა საკუთარი თავი გაგვაცნეს და განრიგით განვიხილეთ. ცოტათახში ვარ, რაღაცები მივაგე, მაგრამ მაინც დამჭა ცოტა ნიჭებს დაწავებული, მაგრამ ნახოთ ახლა ის ჩანთა რაც მომწეს და ნიჭებს რაც მომწეს, როდესაც ჩემი სტუდენტური ბარათი ავიღე. ვექტორის ჩანთა. ამერტელს ჩემი ბარათი მე მაქვს სკოლაში. აი ეს არის ჩემი ბარათი. ამას ვეყენებ ამას გასაგებად. ამის გარეშე ვერცად ვერ შევა. და ესეც თქვენ თანხასაც ამითიხდი. კუი ამას ტიკერი ქონია ზემოდან. ეს ძალიან სწორობა. საფალე ათანის ეპოქედალები აქვს. ნახეთ, აქ აწერია ქვეყნები. Armenia, Australia, Bahrain. აბა ჯორჯია ნახოთ. ჯორჯია. გაწერია. ცივა კონდიციონერი არის ჩართული, მაგრამ ვერ ვიყავ გამოსართველი და დამწევი საერთოდ. ერთი გოგო გავიცანი პოლონელი და მაგასთან შევედი ოთახში, მენახა და ჩვეულებრივად შეძლო დაწევა, მაგრამ მე ვერ პოულობ სად არის ეს. გილა კითხრაც არის. და ალბათ რამე გავიყენები, მაგრამ არ უშავს. თულა ჩავიცვა. ამ დღეს უკვე თვითონ შენობის ტური გაგვატარეს. ეს ბიბლიოთეკა სადაც ძალიან ხშირად ვარ ხოლმე. ჩვენი თეატრიც გვაქვს, მაგეთის ჩოგბურთის თამაშიც ხშირად მიყვარს ხოლმე აქ. ეს ჩვენი სასადილოა, პატარა მინი კაფე რაც გვაქვს და ფოტოშორის ძალიან ხშირად სტუდენტები უბრალოდ ცხედან ხოლმე აქ და ან მეთადინეობენ, ან საუბრობენ, ან სრულად რაღაცას მიირთმევენ ხოლმე. აქ უკვე ამ ღონისძიების საერთაშორისო გახსნა, სადაც დირექტორმა სიტყვით მოგმართა, წარმატებები გუისურვა და რაღაც რჩევები მოგცა და შემდეგ უკვე ვიზასთან, იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა წესები გაგვაცნეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, სამსახურთან დაკავშირებით რა პირობები არსებობს და რა უნდა გავითვალისწინოთ. მერე პატარა წარმოდგენაც შეგვექმნეს ამერიკულ ტრადიციებთან დაკავშირებით, უკვე კულტურულ შოკზეც გვესაუბრნენ და ძალიან დატვირთული შეხვედრა გქონდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო დამთავრდა. პატარა მელაც დავინახეთ გზაში, როდ ბრუნდებოდით. წარმოვედით შეხვედრებიდან, წვიმს, ანუ არ მეგონა ესეთი ამინდი თუ იქნებოდა. და ხა ჩემს ოთახთან ერთად უნდა წავიდეთ საშოპინგოდ. და რაც დაგუშვა საკითხი ყველაფერი ვიყიდოთ. ძალიან ლამაზია პრინსტონი წვიმაში სხვათა შორის. ვიყიდეთ ყველაფერი, ამ ჩანჩუთმა ჩემი ნივთები. ზოგადად უნივერსიტეტის ბავშვები წამოიყვანეს, მაგრამ მე გავრიელასთან ერთად წამოვედი, იმიტომ რომ მომაკითხეს თქონდა ეს წამომიყვანეს. შემდეგ ლიდერებს შეხვდით, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. ისინი მეოთხე კურსელები არიან და უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდათ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ფაკულტეტზე დაუშვით შეკითხვები, სამსახურზე დაუშვით შეკითხვები და საბოლოოდ ძალიან სასიამოვნო შეხვედრაც გამოგვივიდა. ბოლოს ერთად ვიმახშმეთ და საღამოს აქტივობებზე გადავედით. ეს არის 21 აგვისტო, დღეს არის საერთაშორისო საორიენტაციოს ბოლო დღე და ოთახის ხოდაშორის უფრო დაალაგებულია, რაღაც ახური ასე თქვა იერი აქვს უკვე, მაგრამ მაინც რაღაცები დარჩა, ამიტომ ჯერ არაფერს არ განახებთ.
დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ტელეფონის ნომერი უნდა ავიღო ბანკის ანგარიში უნდა გავიკეთო და კიდე ჩემს მრჩეველს უნდა შევხვდე. საბოლოოდ მოგვიანებით არის დახურვა საერთაშორისო ორიენტაციასი და ცოტა ფორმალურადაც უნდა ჩავიცვათ. ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ძალიან მომწონს. გუშინ თან უბრალოდ ვეღარაფერი ვერ ჩავიწერე, ძალიან დაღლილი ვიყავი. 12-ის ნახევარზე დავამთავრეთ icebreaker-ები. დღეს დილით ადგომა მინდოდა, მაგრამ ისე დაღლილი ვიყავი გუშინ, რომ საგუზმე გამოვტოვე. თან დღეს ჩემს მრჩეველს უნდა შევხვდე. ვისაუბროთ კურსებზე, რასაც ავიღებ ამ სემესტრის განმავლობაში და რაღაცები უნდა ვკითხო, იმიტომ რომ გონია რომ ცოტა რთული კურსი მაგარჩეული და ამ სემესტრისთვის რამდენად სწორი იქნება, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი. გონით დავიკარგე. არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს ეს საკითხი თუ არა გუშინ. აღარ დავკარგულავ, აღარ დავკარგულ ვარ, ვიპოვე ჩემი გზა, წესით. ავიღეთ ბარათი და ნომერი, სულში. ამ დღის შეხვედრის თემა იყო სწავლის სტრატეგიები და მეთოდიკები, რაც ჩემთვის იდეაში ისეთი ახალი არ აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა კომაროვს, რა მეთოდებით გაგვეზიარეს, თითქმის ყველაფერი სკოლაში გავლილი მქონდა. აქ უკვე უფრო დაწვრილებით გვესაუბრნენ მენტალურ ჯანმრთელობაზე, იმაზე რომ ჩვენი თავი პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ, ემოციებზე და ასე შემდეგ. ეხლა scavenger hunt-ი ვეძებთ მის სამხილებს რაღაც პრობლემებს ვასრულებთ დავალებებს. შემდეგ ადგილზე მივდივართ. ერთი ბიჭი ამ ფანტაში შევიდა, რომ რაღაცები გვეყოვა და მოკლედ წესი პირველ ადგილზე გავდივართ. წავედით ჯგუფის ფოტოს გადასაღებად. დღეს თავდება საერთაშორისო ორიენტაციო. არ მინდა დამთავრდეს. ჩემთვის ერთ-ერთი პირველი შოკი ის იყო, რომ ლიმონადები იდეაში ლიმონისგან არ მზადდება და მხოლოდ 3% არის ლიმონი. მაგრამ ასევე ყველა პლასმასის ჭიქა, ხელსახოცი გადამუშავებული ნივთიერებისგან იყო დამზადებული. Ethiopia! Finland! France! The country of Georgia! ასე გაიარა პირველმა დღეებმა პრინსტონში.